გამარჯობა, ძვირფასო გამომწერებო, ბასრი დისკუსიები კვლავ თქვენთან ერთად არის. მე მიშა ვარ, სალამი ბატონო გიორგი. ბატონო მიხეილ, გამარჯობა. ჩემთან გადმოხალ ხო ახლა იტყვის რომ ბატონო გიორგი წარმოგიგეთ თემას. აი კარგია რა, რა კარგია რომ მოკლედ უკვე შეისწავლეს სიტუაცია. ნამდვილად ზემონდელ თემას ბატონი გიორგი წარმოგიდგენთ. თემის ავტორი არის ბატონი გიორგი. იმიტომ რომ მიშა მითხრა რაღაცა თემები, მე დაბლოკა ბატონმა გიორგი. არ დაბლოკია. ცენზურა დაადო. ცენზურა დაადო და ისე გამოვიდა რომ მიშა მოვიდა მომზადებელი. დაგუგლული არ მოვიდა. არო მე გაიგე. კაი, ხარეს. კაი. მოკლედ თემა არის გამხსნელ მექანიზმებზე გვინდა, გამხსნელ სისტემებზე გვინდა რომ ვისაუბროთ. უბრალოდ რაღაცა ჩავთვალეთ რომ საკმაოდ შეიძლება არ ყოფილიყო, მაგრამ ჩემი აზრით ძალიან გავერთობით ამ თემაზე საუბრით და შეიძლება საკმარისზე მეტიც კი გამოვიდეს. მოემზადე გამხსნელ მექანიზმი. კი მოემზადე და ერთი დანა წამოვაყოლე, რომელიც ჯერ არ იცი შენ და მაგიდაზე არ დევს. ძალიან კარგი. და მითხარი შენ რომ ეს დანა მე ხო არ ვარ დაგუგლული და შესაძლოა. ძვირფასო გამომწერებო, მე მომუსმენ ბატონო. მე მომზადებული ვარ, აი ფაქტი არ წამოვებული მაქვს ეს. კარგი. დავიწყეთ. აჰა, მიშა, აი დანის გახსნის მექანიზმზე მინდა რომ ვისაუბროთ. ეს ხა გავთავისუფლო. იცი რომ უნდა. დავაი. ბერჯერ გითხრამ შენ რომ ვისაუბროთ ამ დანაზეო და რაღაცა კოლეგიალობის გამო თუ რაღაცის გამო რა დავარქვა რო თქვა ფრთხილობ რო თქვა ხელოსანი როცა ვიყავი თავს თამამად ვაძლევდი ხოლმე უფლებას რომ დანებზე მესაუბრა და გამეკრიტიკებინა, მაგრამ რაც მაღაზია გაიხსნა და ამ სფეროში მე სხვანაირად შევხედე რომ თლაც შეიძლება ესე სწორი არ იყოს, როგორ გამოჩნდება ყიდვა გაყიდვის გამო არის შეიძლება რაღაცა რეკლამის გამო და ნუ მოკლედ დიდი ხანი ვიყავდი თავს და საბოლოო ჯამში გადაწყდა რომ მაინც წამომიღო ეს დანა. ეს არის ნათელი დადასტურება იმისა რომ ისეთ განვითარებულ ქვეყანაში როგორც არის შვეიცარია, იქაც არიან ადამიანები, რომლებიც საბჭოთა კავშირიდან არ გამოსულან. ეს დანა რო ყოფილიყო საბჭოთა კავშირის დროს მომკავშირის დანა, მაშინ ვიტყოდი რომ რავი რა არის რა იმ დროინდელი დანები რომ მოეტანათ ეს იმ დროს გაკეთებული მე თამამად ვეტყოდი რომ ხალხო დავასვენოთ ეს დანა სუვენირად შევინახოთ სამახსოვრო დანა შევინახოთ ეს რა არ ვიცი ეს რა არის ბიჭო ეს და ვიღაცა მაგარიდან რა არის მაგარიდან ადგე გაიქნიო ნაგავში რა არის მაგარი მაინც აუხსნათ ხალხს რატო არ მოხსნას შენ რა არ ვიცი რავი მე გეტყვი ჩემსას რატო არ მომწონს რამდენიმე მთავარი მიზეზი პირველი მე ვერ ვგუებ დღევანდელ დღეს დანას რომელიც არ იშლება არის რაღაცა კატეგორია საფასო სეგმენტი რომელიც თქვათ რაღაცის გამო თქვათ შეიძლება ეპატიოს რომ დანა შეგულა და რაღაცა არ ვიცი სტამპოვკა არ ვიცი რა დავარქვა რა დანა რომელიც არ იშლება მაგრამ მსგავსი კატეგორიის დანაში რომელიც პოზიციონირებს როგორც ანადირო იქნება თუ მაგალითად თუ დაშლეთ როგორ არ იშლება რანაირად აი ეგ დაშლეთ ყველაფერს და ახალსაც გააკეთება საერთოდ მაგრამ ყოველ შემთხვევაში დანა არ იშლება არის ზაკლოკებზე მარტივად ვერ გადაუჭერ ვერ მოუშვებ დანას რომელსაც სერვისს ვერ ჩაუტარებ და ვერ გაწმენთ ну არის ჩემთვის დღესდღეობით მუშა დანის შემთხვევაში მით უმეტეს მიუღებელი არის. ეგ არის მუშა დანა თორე კიდე რაღაცას იმას იზავ რა. არის რაღაცა საფასო კატეგორია სეგმენტები, რაღაცა კატეგორიები, რომლებშიც ხდება დანები, რომლებიც არ იშლება, მაგრამ ну ამის 400 ლარზე მეტი, ხო? 400 ლარზე მეტი, ხო. კი ბატონო, ну ჩემთვის ეს მიუღებელი არის. თუმცა მაგათ რო გავაგზავნოთ მეორე საშინლად არ მომწონს მიშა ტარი. არ ვიცი ეს არ უნდა მოგეჭანა რა გამიფუჭნა მომეშალა ნერვები ეს გამახსენდა ყველა ის ხალხი რომ დამიგებიან აქ პროფესორებმა აუ კაროჩე 61-ზე ნაკლები თუ არ როკველი რეზინა და ის 9 ხრომი არ ვარ და თანამდან რა ამდანაც არ მომერთებენ ბიჭო ანუ ну მოკლედ ეს არის ის დანა რომელიც პირდაპირ გაგივით რომაჩუკო არ მინდა და რომელსაც ალბათ სამჯერ მაქვს მე ეს დანა მიღებული ხო სამჯერ და ორჯერ აქიდან ძალიან ახლობელი ადამიანები იყო და აუხსენი რომ მეთქი მადლობა უნდა ნაგლად ყვილა გამოგართვა სხვა საჩუქე მეთქი ჩათვალე რომ ბოდიში მეთქი მაგრამ ანუ მართლა ისე უნდა გამომივიდეს რა ყვილა უნდა გამოგართვა რა ეს მეც არ მინდა რა კი ბატონო და ნუ გადავიდეთ ტარიდან დაწყებული ის არ იშლება საშინლად მძიმე არის საშინლად არაერგონომიული არის ყველაფერი ერთად და ბოლოს გადავიდეთ პირზე ნუ ფოლადი ისე ვიქტორინოქსის პლასტელინი რომელზეც არ ეძახიან რა ფოლადი არის და პირი მიშა შენ რო დაიწყეთ ეგან რა დაშვება არისო მე ამ დანას ვერ ვხსნი ეს დანა რისთვის არის გაკეთებული მჭრელი დანა ეს არ არის სკანდი ეს არ არის ზუბილაც ვერ არის ანუ სრულად არადეკვატური მე მაინტერესებს ვინ აკეთებს ამ დანას სიმართლე გითხრა ვკითხავდი და რატო აკეთებს ამ დანას
ჩვენზე თუ არის და მაინც და მაინც ვექტორინოქსის პრესტიჟულობას ენდობით და შეიძლება ჩვენ სიტყვას არ ენდოთ, ყოველ შემთხვევაში სხვა დანებს გადახედეთ მსგავსი დანას თუ აკეთებს ვინმე. არა, მე მსგავს ვინმე აკეთებს. ვიქტორინოქსი, ავიმე არ ვფიქრობ, რომ ვიქტორინოქსი ვერ ჩირავს. ვიქტორინოქსი ძალიან მიყვარს, კაცო. აქ არის ამ დანაზე ლაბარაკი. ამ დანაზეა საუბარი, ხო, მაგრამ ბრენდს ენდობა ზოგიერად და ბრენდიდან გამომდინარე, თქვა შეიძლება კრიტიკულად იყოს ამის განწყობილი. ლიმიტებს რო უშვებენ. დამასკის გააქვს ნანახი? ანუ იქ ვიღაცა როგორი მოგლეჯილიზის, ანუ თავში ხო ხდები ეხა რომ გააკეთე რა. ნუ მე ეს დანა ვერ ამოვხსენი. პირველივე ლესვაზე ვერ ილესება მიხეილი, პირველივე ლესვაზე ვერ ილესება კარგად და გამოდის ხოლმე საშინელება, რომელიც თავიდანვე არ ჭრის უკვე ნორმალურად. ჯერეთი 12-27 არის ეძახიან სენდვიკი, მაგრამ არ არის ეს 12-27. 12-27-ს არაფერს უჩვევით. აბსოლუტურად არ არის ეს 12-27. მაგრამ პირი გაკეთებული არ არის. არის. მაშინ დაწერო 12, რატო არ წერენ? ხო, 12-27 რატო არ წერენ? კაი, მანახე. ვერტიკალური ლიფტი, არ ვიცი ისმის თუ არა. ანუ ყველაფერი აქვს დანას რა, მოკლედ რაც არ უნდა კონდეს ნორმალურ დანას. ის ხალხი, ვისაც ეს დანა გაქვთ, ჩემთან ძალიან გთხოვთ დანებზე, უბრალოდ, ნუ ვიკამათებთ. ხო არის რაღაცა რომ ვიღაცა ნაცები არ ევასება, ვიღაცას კოცები არ ევასება და მე ეს არ მევასება და ნუ მოკლედ ვაპატიეთ. მართლა არ ვიცოდი დანები. ჩვენ დანების შემთხვევაში არ ვიცი, ვიღაცამ შეიძლება დასვას კითხვა, რომ აი სხვის დანაზე იძახიან, მაგრამ ჩვენ გვაქვს საშუალება რა, რაც არ მოგწონს ის არ ჩამოგვაქვს მიხელ და გქონდა რაღაცები, რაც არ მოგწონდა და ის სპაიდერკო ჯერ არც არ გაყიდულა კიდე რომელი იყო პანჩენკოსთან ერთად გაკეთებული. როკი. ვიდეოს ისიც გოგონა იყო მოსული იმდან ისაყიდად იყო მოსული სპეციფიკურად არ მივყიდე. არ მივყიდე საჩუქრად მინდაო თან და მეთქი რას ფიქრებს ხალხი რომ ესეთი დანა მიუტანა საჩუქრად. დანაზე მეთქვია, ჩვენ დანაზე მეთქვია. ფერზე ხო რავი თუ რამე სამოარშეთ ისინიც გავაკრიტიკოთ ყოველ შემთხვევაში ნუ ოთრო ესე მეთქვია მე არ მომწონს მეთქი რა მაგრამ რავი თუ მაინც და მაინც გინდა იყიდე მეთქი მაგრამ მე არ მომწონს მეთქი ხა კაი აგაში ვერ ვიტყუე უი კიდე რატო მოვიტანე ეს არიან ჩვენი გამომწერები და წინა ვიდეოში ტყეში რო ვიყავით ვიქტორინოქსი რო აქო გეგი ვიქტორინოქსი და აგეო ვიქტორინოქსიო შე რო ბაშვები ხოლმეო მაგარი დანა არისო რა და აქედან გამომდინარე იყო და თლად ეგრეც არ არის მოკლედ აი ეს ვიქტორინოქსები კარგები არის მე მიყვარს მაქვს 1-5 ცალი მაქვს მრავალფუნქციური ვიქტორინოქსი სამი მეცვა აი მაქვს და ერთი სუთან მაგ სახელოს ნუშიც კი ვიყენებ ხოლმე მარტივად მიიგდია კარგად ხედავ წითელი არის იმდენი რაღაც აქვს გავხსნი ხოლმე უცებ გადაუჭერ გადმოუჭერ რაღაცას ვიზა ხოლმე კლასიკური სახრახნისი ქვია ხო ატვერდას სახრახნისი ხო არა მაქვს რა ხო და აი მაგ ვიქტორინოქსი თუ აღახსნე და ყველაფერს ვაკეთებ ნუ ამ მოდელზე სიმართლე გითხრა მე ვერ გავიგე ვერ ამოვხსენი ეს და და კი ბატონო რა არის კლიპსაც არ ეხსნება ახლაც გაღუნული აქვს აი ხედავ და კაცმა არ იცის როგორ უნდა გაასრულოს რატო ის ხო აქვს თავს ჩასარტყმელი ესა აუ გამოსაბმელი ნახე ესეც რა ფხილა აქვს რა ეგ მართლა თავს ჩასარტყმელია არ არის გამოსაბმელი კაი ნუ მოკლედ დაუბრუნდეთ ჩვენ თემატიკას გავხსნილ მექანიზმებს და სიმართლე გითხრა მახსოვდა რომ ნეილ-ლიქ გქონდა ამას და ეგეც არა აქვს მოდი ერთი რამე ვთქვათ კიდე ამ დაშვებას უკეთებენ ხალხნო ყველაზე დაბალ ფასიან სამზარეულო დანებს ან როდესაც არის აი და ვითომ ახსნა აქვთ რომ გასათლელად კიტრი და რაღაცა რო გათავო რა ანუ რო შეღწევადობას ანუ თითქოს თავი ბოლო არის სრული მარაზმი ანუ და ოდესღაც სანამ გავთვიცნობიერე მე მეც დავუშვი ეს შეცდომა 15 წლის წინ ვიყიდე სამზარეულოს დანა ესეთი დაშვებით რა და ნუ არის დღესაც იყიდება გერმანული ბრენდის სახელებით მსგავსი დანები ნაკრებებში და ასე შემდეგ და არ ვლესავ და რამდენიმეჯერ ყოფილა შემთხვევა რომ ესე ტოვებენ ხოლმე და რომ დამგროვებიან ხოლმე ყუთით გადამეყრია ხოლმე მე ჩემთან ისა გზაზე გავალ ხოლმე და სანაგვეში ჩავყრე ხოლმე მოკლედ მსგავსი დაშვებებით რომლებიც არის სამზარეულო დანებს ეხლაც მაქვს სახელოსნოში დატოვებული რომელიც არ გავლესე სხვა დანასთან ერთად სხვა დანა გაილესა ეს არ გავლესე იმიტომ რომ ვიძახი ხოლმე რომ არ არის ამის განლესვა მაგრამ ეს სამზარეულო დანა არ არის მაგრამ მაინც ვერ ამოხსენით მე და მიხეილმა რისთვის არის არა და აქვე ერთ იმას აქვე ჩანართებით მაგრამ გამიქცევთ აქ ძა ნამეტარი გაგვიქცევა დავანებით მოკლედ ჩავკეთ ისა გავხსნილ მექანიზმებზე გადავიდეთ და პირველი ყველაზე მარტივი გავხსნილი მექანიზმი დანა რომელსაც არ აქვს გავხსნილი მექანიზმი არც ნეილ-ლიქი არ აქვს მიშა აი ამასაც კი რომელიც მართლა ოს იმას აქვს ბიჭო იმ ძველ გამახსენდა ვისაც გააქვთ ეს დანა ან ინტერნეტში მოიძიეთ ამებს ზოგ
მოდიფიკაცია აქვს სამსტადი აქვს და ეგეთი ცუდი სამსტადი ბედანაზე არ მინახავს. ეგეთი ცუდი არ მინახავს და ეგეთი არაადეკვატური დანას გახსნი და შუაში გაქვს სამსტადი. ხო გახსოვს რამის შორეზე აქვს რომ ნახევარ დანას კარგავ ფუნქციას რომ რაღაცა გაჭრა, იმიტომ რომ აქ გაქვს აი შუაში სამსტადი. ეგ არის მომენტი როცა კი რაღაცას ესეც გაჭრეს, როგორ არ გაჭრეს, მაგრამ რაღაცას, მაგრამ ну აი რა ვიცი რა. ხო, აი რაღაცა საქა აქვს რა, აი აქ უნდა გქონდეს რომ ეს გახსნა, აქედან ვეღარ ახსნი და აი აქედან გახსნი და შუაში გაქვს სამსტადი, კაი. მოკლედ, პირველი ყველაზე მარტივი გამხსნელი მექანიზმი არა გვაქვს. აი ამ დანით, რომელიც ხო ხედავთ, არის PPL-ა, ბევრად უფრო მეტ საქმეს გავაკეთებ ვიდრე ამ დანით. მოკლედ ხედავ როგორი მომზადებული მოვედი მიშელა შეკიდე ისე კრიტიკულად იყავი განწყობილი. კაი, პირველი გამხსნელი მექანიზმი ამოვწურეთ. კი ბატონო. მეორე გადავიდეთ, ჩემი მოთხოვნა იქნება მიხეილი, გადავიდეთ დღესდღეობით ალბათ ყველაზე პოპულარულებზე. ეგ ქონდა? ფლიპერს ვფიქრობდი რა, ანუ პირველი ყველაზე მარტივი გამხსნელი მაშინ მოყევი, აბა არა შენ მოყევი. მე არ ვარ მომზადებული, საიდან მოვიდა ფლიპერი? არ ვიცი. ან როდის მოვიდა, კაი, საიდან შეიძლება არ გახსოვდეს. დაახლოებით. დაახლოებით, რავი? არ ვიცი. მიდი დაიწყე. თუ არ შენ არ ხარ მომზადებული. მე ვარ მომზადებული. შენგან არის რა. მიდი. პირველი ფლიპერი გააკეთა კიტ კარსონმა, რომელიც CRKT-ში M16 დანით არის ძალიან ცნობილი და მოკლედ ბატონი კიტ კარსონის დამსახურებით არის ფლიპერი და ფლიპერის ისტორია არის სულ რაღაცა 22 წელი თუ რაღაცა შესაბამისად ძალიან ახალი ხილი არის ფლიპერი შემოკარგებო და დაახლოებით 10 წლის წინ გახდა ესეთი მასიური. კი ბატონო. და დღესდღეობით ცოტათი მე მგონია ტრენდულობას კარგავს. დაკარგა. კი ბატონო. კარგავს არა, დაკარგა. ну კარგავს თქო, იმიტომ ვიტყვი რომ დღემდე ესეთი ჩემთვის პატივსაცემი ხელოსანი სერგეი შიროგოროვი აკეთებს ფლიპერებს ძირითადად და სიმართლე გითხრა ვერ ხვდები რატო არ გადადის, იმიტომ რომ სრული შესაძლებლობები აქვს, მაგრამ ну ძალიან უყვარს ფლიპერები რა და მაგითან გამომდინარე ვიტყვი რომ ჯერჯერობით არ დაუკარგავს. ხო, ალბათ იმიტომ არ გადადის, რომ იმისათვის რომ საკისრების გემო კარგად შეიგრძნო, ალბათ ფლიპერი ყველაზე კარგი საშუალებაა. შეიძლება. ну ყოველ შემთხვევაში ფლიპერიც არის და ფლიპერიც ბოლოს იკევიშთან ერთად რომ მქონა ის როგორი ფლიპერი არის, ძალიან პატარა ჩაძირული არის და ძალიან ლამაზი ფლიპერი არის. ნამდვილად. მოკლედ ფლიპერებზე ერთს ვიტყვი რომ გამოცდილებით ყველაზე ისეთი მოთხოვნადი არის ხოლმე მარტივად გასახსნელი, თუმცა გამოუცდელებისთვის ვიტყვი რომ ერთი მინუსი აქვს ფლიპერების გახსნის დროს ჭერა გვაქვს ძირითადად ესე. და მაგ შემთხვევაში უკვე გამოგვდის ჩამკეტ მექანიზმთანაც შეხება მიხეილა, ჩამკეტ მექანიზმთან გვაქვს ხოლმე პრობლემა რომ ხელს აჭერენ აი ესე, აჭერენ და უკვე რთული არის ჩამკეტს რო არის ვეღარ ახსნი ფაქტიურად რა და ეგ არის ხოლმე გასათვალისწინებელი ფლიპერების შემთხვევაში. თუმცა დღემდე ალბათ ყველაზე მარტივი და როგორ რა ვთქვა, ალბათ ხო რა დაკარგული ისეთი, იმიტომ რომ ისეთ ემოციას აღარ მაძლევს მე ფლიპერები როგორც სხვა ისეთ ხალის. მარტივად თუ რჩევა გინდათ, ყოველთვის შეეცადეთ რომ კლიპსაზე გქონდეთ ქვედა ორი თითი, შესაბამისად თითები აღარ მოგიხდებათ ფრეიმზე და ამ შემთხვევაში იოლად გაიხსნება. ამდანაც რაც შეეხება ვინაიფის ელემენტუმი, დანა რომელმაც, რა ვიცი, ჩინურ ყველაზე პოპულარული მოდელი გახდა, ჩინური დანებიდან და მთელ მსოფლიოში შეაყვარა თავი უამრავი მოდიფიკაცია არის, კი ბატონო. ეს და მე ვინაიფმა გამოუშვა უბრალოდ. უამრავი მოდიფიკაცია. მიხეილ, ჭერასთან დაკავშირებით მეც ვიტყვი, რომ დანებით манипуляცია დანით გართობა ვისაც გიყვართ, აი ეს კლიპსით დაჭერას რაც უფრო კარგად მიეჩვევით და ჩვევაში გიქნებათ და მექანიკაში, ну მით უფრო გაგიმარტივდებათ ნებისმიერი დანის გახსნა და манипуляციები. ნამდვილად. კაი. ფლიპერი მორჩით ხო ალბათ ყველაზე მარტივი. კი ბატონო, რახან ფლიპერზე ვთქვით და ასევე ვთქვით, რომ ფლიპერმა როგორც ესეთი კიტ კარსონმა, ანუ მართლა გადატრიალება მოახდინა, ასევე ერთი მსგავსი გადატრიალება მოახდინა ბატონმა გლესერმა და ბატონი გლესერის დანა გიდევს მანდ და ესეც დევს აქ. ანუ მიუხედავად იმისა, რომ მოდი ამის მაგალითზე ვთქვათ, იმიტომ რომ ეს უფრო დიდი არის ამ შემთხვევაში და წარმოიდგინე, ანუ პერიოდი, როდესაც დანებს არა აქვთ აი ეს, საერთოდ კლიპსა და არა აქვთ არანაირი არც ის ბურთულაკი გქონდა მაშინ, არაფერი არ ქონდა რა, ორი ხელით გაგეხსნა. ნეილნიკი რა, ფშილის ნეილნიკი რა, მაგით ნეილნიკით გახსნელი დანა არ გაიშვა რა. მოლაბონჩი ორი ხელით უნდა გახსნა და უცბად
გამოდის ნანა, რომელსაც ერთი ხელით ხსნი, ეს იყო რაღაც გადატრიალება არ ქვია ამას რა, აი სასწაული ამბავი იყო რა და დღემდე ისეთი გადატრიალება რო იყო, დღემდე ფლიპერისგან განსხვავებით ჩემი აზრით არ კარგავს, უამრავი მოდიფიკაცია კეთდება, სხვადასხვა მსგავსი ნასვრეტები, სხვადასხვა სახელებს არქმევენ და აი Spidey Flix რო ეძახიან, აი ეს გახსნის მექანიზმი. ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი გახსნის მექანიზმი არის კეთახმები მიშა. ყოველ შემთხვევაში, ამის შემთხვევაში ეს backlog-ი არის და მსგავსად არ იხსნება, თუმცა აი ესეთ ძალიან პრაქტიკული, კარგი, ადვილად მოსავლელი, არ ვიცი ყველანაირად კარგი გახსნილი მექანიზმი არის და საკისრებზე რომლებიც არის დანაკიდე, ის გახსნის მექანიზმი ძალიან საინტერესოა. კი ბატონო. კაი, მაგიც ხო არ ვანახოთ. ამის შემთხვევაში ვანახოთ? არა. ეს ვანახოთ ერთის მერე. მოდი ანახე ახლა Jack Wolf-ი. ეს ხო არ ვანახო მაშინ. კი ბატონო, და Spidey Flix ვანახოთ და აუხსნათ გახსნის მექანიზმი მაგის შემთხვევაში. მოკლედ, აი ეს MCAST-ა იგივენაირი გამხსნელი მექანიზმით, რომელსაც უბრალოდ სხვანაირი ფორმა აქვს, რომელიც არ მონაწილეობს გახსნაში, მაგრამ თავარი რაც არის ზემოთ ეს წერათითით, რაზეც манипулирует იგივე აქვს და Spidey Flick-ი ამის შემთხვევაში ეს კონკრეტული საყელურებზე არის, მაგრამ რო აუხსნათ ადამიანებს, მოკლედ ისე ორი თითით აი ესე გვიჭირავს კლიპსა, თლიანად დანა და აი ესე манипуляციას ვაკეთეთ როგორც წკიპურტი. ოღონდ ზემოთკენ უნდა აუკრათ, ანუ დანის ზემოთკენ უნდა აუკრათ და არა უბრალოდ გარეთ და მაგ შემთხვევაში უკვე დანა უკვე მარტივად იხსნება. აი მაგას აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა. მეორე არ წყავს და ესე ვერ ხსნის. არა, ზემოთ და გაფრინდება ხოჭია. ისევ, აი ეს თუ ვერ მექანიკაში არ გავითავისებთ, რომ აი ესე манипуლიрует და ესე კარგად გვიჭირავს დანა კლიპსით, მაგ შემთხვევაში გაგვიჭირდება ხოლმე ეს გახსნის მექანიზმები რა. სხვა შემთხვევაში აი ესე მარტივად. ამ დანაზეც ვთქვათ მოდი ერთი-ორი სიტყვა, რომ ანუ ესე იგი ამ კონკრეტულ მოდულს MCAST-ას რა, კლასიკური იაპონური მინიმალიზმის გარდა აქვს ძალიან ესეთი კარგი ეფექტური რამოდენიმე დეტალი რა, ანუ პირის გამოყვანა, ძალიან ორიგინალური კლიპსა და ზომა თვითონ დანის ისეთი, რომ ანუ რეალურად უტილიტარულ საქმესაც რო გააკეთებ და ყურადღება მიაქციეთ მეგობრებო, მართლა გამორჩეული ბრენდი არის MCAST. და მოდი ვიტყვი რომ MCAST აქ დავალაგეთ, მაგრამ უყურებ და არა მიხეილს უთხარი რომ მეც მინდა მეთქი. ხო რა, ანუ რაღაც როტაციის ფარგლებში მოკლედ ლესეშიც გადავიტანთ, აქაც გვექნება და იქაც მინდა რომ გქონდეს MCAST ველები და მოკლედ იქაც გვექნება ახლა მომავალში. ყოველ შემთხვევაში მე მგონი ვიდეო დაიდება უკვე გვექნება. კაი, Spidey Flick-ის გამხსნელი მექანიზმი მე მგონი მორჩით ასე თუ ისე. ყველაზე ჩემს საყვარელზე რომ მე ვისაუბრო. მიდი რა თქმა უნდა. მაშინ ჩემი ყველაზე საყვარელი გახსნა არის SAMP-STAT. მე ეგ არ ვიცოდი. ხო, SAMP-STAT-ი არის ძალიან მიყვარს და ამ შემთხვევაში ორი გახსნის მეთოდი გვაქვს, მაგრამ მოდი მე SAMP-STAT-ზე ვისაუბრებ და შენ მეორეზე ისაუბრე იმაზე. კარგი. ანუ SAMP-STAT-ი არის აი ეს ბურთულაკი და ამ შემთხვევაში არის ambidexteri. Ambidexteri არის ლათინური სიტყვა და ნიშნავს ორ მხრევს. ანუ რომ აქიდანაც გვაქვს ბურთულაკი, აქ ხანდახან არის ხოლმე, როდესაც მარტო ერთი მხრიდან არის რა. ანუ რატო მიყვარს მე ეს გახსნის მეთოდი? ანუ ეს ბერათითი ქვია ხო თუ რაღაც? ანუ თუ წერა ხო რაღაც. ბოდიშით მაგაში ვერ ვერკვევი. ანუ ამითაც ხსნი, უკნიდანაც ხსნი. ანუ სხვადასხვა ამითაც ხსნი, ანუ და თუ კარგად ვარჯიშობ რა, ანუ დავიბოლო რა. 4 თითი შეგიძლია რომ კი ანუ მე ხა არ მინდა ჩემი დანა არ არის და არ მინდა რომ ასე ვთქვათ ხო, ეხლა კონკრეტულად ამ მოდელზე მინდა კიდევ თქვა რამოდენიმე სიტყვა რა. Tactical response-ი 3 Protec-ის, ანუ ეს არის მექანიკური, ანუ არ არის ავტომატური, მაგრამ არის ავტომატურებიც, აი რასაც ქვია ტაქტიკური დანა, თავისი აი გამოყვანილი, გაძლიერებული წვეტით, კონკრეტული დაშვების სისქით, სქელი შაიბებით, მასალით, ყველაფრით, აი ამერიკელი პოლიციელების და მეხანძრეების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მოდელი არის და საქართველოში მაგ კუთხით არ არის დაფასებული და მინდა რომ კარგად ვთქვათ გაუწიო რეკომენდაცია ამ დანას. მიხეილ, მეც ძალიან მიყვარს SAMP-STAT-ის გამხსნელი მექანიზმი, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი არის, როგორც შენ თქვი, მიზეზსაც გეტყვი. სინამდვილეში ეს თვითონ ერთი შეხედვით მარტივი გამხსნელი მექანიზმი ძალიან რთული გასაკეთებელი არის. რთული გასაკეთებელი არის
აი კუთხე რო შეურჩიო კარგად. აი ეს ყველაფერი დეტალები რო ძალიან კომფორტულად იხსნებოდეს. ისეთი მაღალი დონის დანებზე შემხვედრია რომ აი ეს არაკომფორტულად არის გამხსნელი ხო? რომ აი მთელი რაღაც იმ ემოციას გაკარგვინებს. აი ამას აქვს ჩემთვის ძალიან კაი. ანუ ეს აი ამაზე რო საუბრობდით წეღან რომ აი ამას მაგალითად ისეთი კუთხე აქვს რომ აი ფიზიკურად ვერ ეხსნი ნორმალურად და შუაში ექცევა და ყველაფერი აი ეს ყველაფერი უნდა შეარჩიო ისე რომ ნახე ამას აი დანასთან ახლოსაც აქვს პირსაც არ კარგავს საერთოდ აი იმას მუშა სიგრძეს და კომფორტულად აქვს მაგალითად აი აქედანაც რომ ხელში გჭირა და კომფორტულად გაიცა ანუ მარტივი გასაკეთებელი არ არის არ არის ნამდვილად კარგად რო გააკეთო დანარჩენი კი რა თქმა უნდა ერთ-ერთი ალბათ აი თქონოდა ნაი მისაჩვენე მაქვს ხედი. კაი. კარგად მაქვს ამოღამებული. კაი მიშა. ნუ ალბათ ყველაზე პოპულარულები ვთქვით, ხო? ფლიპერი ვთქვით, სამსტადი ვთქვით და სპაიდი ჰოლი ვთქვით. დანარჩენი უკვე ზღვარი არ აქვს, იმდენნაირ მოდიფიკაციებს აკეთებენ, იმდენნაირ ვარიანტებს აკეთებენ. ნუ ძალიან კარგი არის ხოლმე. მოდი აი სხვა რა ვთქვათ, პარემ ფრონტ ფლიპერზე გადავიდეთ, უფრო ახლოს არის. და იმდენნაირ მოდიფიკაციებს აკეთებენ, იმდენნაირ ვარიანტებს, რომ აი უკვე ფიჯეტები გახდა დანები და სხვადასხვანაირად რო იხსნება. ამ შემთხვევაში საუბარი არის ფრონტ ფლიპერზე. ამდენი თავი გამხსნელი მექანიზმი არის. ფლიპერი ხო წეგან თქვით, რომ უკდან არის რა და ამას უკვე ფრონტი ქვია, იმიტომ რომ წინიდან აქვს და აი როგორც აი სანთებელასავით რო უნდა გადავკრათ, აი თუ ხედავთ ამ შემთხვევაშიც უკვე დანას როგორ აი კლიპსით მიჭირავს ძალიან მყარად, კარგად და უკვე ძალიან ადვილად მაძლევს იმის манипуляციის საშუალებას, რომ აი მარტივად გავხსნა დანა. აი ესე. და ძალიან კაი გასართობი ხალისიანი გამხსნელი მექანიზმი არის მიშა. იმიტომ რომ ფრონტ ფლიპერის მაინც მთავარი არის ესთეთი. გასახსნელად უბრალოდ აი მან არის უკვე ძალიან სპეციფიკა რა, რომ ანუ აი ხაზები ჯიმპინგი როდესაც აქვს პირველი, მეორე და 23 შორის უნდა გქონდეს დადებული. თუ მან მოახერხე, ასეჭკას არ მოგცემს. უბრალოდ აი ეგ ადგილი უნდა გქონდეს დამოღამებული რა. მე ძალიან დიდი მოყვარული არა ვარ მაგახსნე მექანიზმის, მაგრამ ძალიან მიყვარს აი ესეთ დანის სტილში, რომ აი ესეც რომ მაგალითად ეგ ძალიან საშიშად მიმაჩნია და საერთოდ არ ურჩევს ხვას რომ გააკეთოს. ესე რომ გავხსნა? რატო? ნუ ხელიდან გაგივარდეს ძალიან დიდი რისკი. ხო, ნუ რაღაც კარგად გაქვს დამოღამებული ნამდვილად. კი, ამას ძალიან კარგად ვთქვი და ძალიან მომწონს რომ საფრთხის შემცველი მეთოდია საკმაოდ. კი ბატონო. და ამ დანის შემთხვევაში მოდი ბარემ აი ესეც ვთქვათ, რა დავარქოთ ამას mild pocket აქვს, ესე ვთქვათ, ამოღებული ფრეზირებით, ჯიბე და backflix-აც ეძახიან, მე მგონი ამას რომ ძალიან მიყვარს კაიზერ პარაკეტი, მიყვარს მაგიტომ რომ მაგასაც ეგრე აქვს ზუსტად. კი ბატონო და ამოვარტყი გავუშვი. აი იმ თითქოს ვიღაცა შეიძლება ეგონოს რომ რაღაცა ფჩხილისთვის არის და ესე კლასიკური სტილისთვის და დიზაინისთვის, მაგრამ სინამდვილეში ისე კარგად და გემრიელად იხსნება. რომ აი ეს დანა, აი ეს უმარტივესი რაიმდენიმე დეტალით უკვე ძალიან მაგარი ფიჯეტი არის. ანუ აი ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი ზუსტად მედანეების და დანეს მიმართ სიყვარულის არის აი ეს ნიუანსები. ანუ მე ძალიან ბევრჯერ მინახავს რომ საერთოდ ვერ ატყობენ ადამიანები დანას ყიდულობენ და არიციან რომ იმ დანას აქვს დამალული რაღაცა თვისებები რომელსაც შეიძლება სიამოვნება მიიღო რა. ერთ-ერთი ნამდვილად არის backflip-ის მომენტი. და საოცარ დანებს აკეთებს მაგხრივ ჯეკ-პულფი, აი ეს ფლიპერები ისე აქვს გაკეთებული, რომ ყველა მხრიდან ძალიან მაგრად იხსნება და ძალიან მაგარი სათამაშო დანები არის რა. გეთახმები 100%. მაგ საკითხი. გავიყვანოთ სტუდიიდან. კი ბატონო, გავიყვანოთ სტუდიიდან და მოდი მაშინ აქ ვთქვათ ერთი მომენტი, რომ არა, მოდი ჯერ კამბრიას გამხსნელზე ისაუბრებ. ნუ შენ შემთხვევაში წეღან რომელი ქონდა უბრალოდ იმას სამსტადი ქონდა. მოდი ბათონ ლოგზე ვისაუბროთ მაშინ. ამ შემთხვევაში აი ესეც გამხსნელი მექანიზმი არის. ბევრს ჩვენთან გონია რომ რახან ღილაკზე არის რომ ავტომატური არის დანები. არამძარამც ღილაკი არის ცალკე ჩამკეტი მექანიზმი და გამხსნელი მექანიზმი უკვე ზამბარა ის ცალკე თემა არის. ამ შემთხვევაში ეს გვაქვს უკვე უბრალოდ ღილაკი არის ჩამკეტი და გრავიტაციით აი ესე იხსნება. აი ეს ცალკე თემა არის აი ესე გრავიტაციით ესეც ძალიან სახალისო გამხსნელი არის, ძალიან საიმედო ჩამკეტი მექანიზმი არის და ძალიან კომფორტული არის. აქვე მაშინ იცი რა არის, რახან მაგაზე ვისაუბრეთ და ახსენე ავტომატური. თუ შეიძლება პატარა რეკომენდაციას გავცემ, რომ ნებისმიერი ბათანი არ აქვს მნიშვნელობა, ავტომატური არის თუ არა ავტომატური. კარგი. რისკს შეიცავს იმის, რომ ჯიბეში გაიხსნას. ხო? რომ არ გაიხსნას ჯიბეში, ამისთვის უნდა იყოს კარგად გაკეთებული. და რა არის კარგად გაკეთებული? კარგად გაკეთებული ნიშნავს იმას, რომ ბათანით ან თვითონ კნოპკა უნდა იყოს ტარის ქვევით ჩაწეული. აი პროტექს ნახე როგორ აქვს იდეალურად გაკეთებული, რომ ანუ ბათანი არ არის ზევით ამოწეული. ანუ ყოველთვის შეეცადეთ, რომ იყიდოთ ისეთი კნოპკიანი ბჭყალებში დანა,
რომლის კნოპკაც არ არის ტარს ზევით ამოწეული, რომ კი ბატონო. ტანთან შეხების დროს ჯიბეში არ გაიხსნას. და ასევე რომელიც გამხსნელზე არის და ავტომატური, ну, რაც არ უნდა იყოს, აი ამას რო აწვევით, თითქმის ბოლოში რო ჩავა, მაშინ უნდა გაიხსნას ხოლმე. დანარჩენი ოდნავ შეხებაზე თუ იხსნება, ეგრევე, ესე იგი არ ვარგა, იმიტომ რომ ჯიბეში პატრა დაწოლაზე შეიძლება გაიხსნას. ძირითადად ნორმალურ გაკეთებულ დანებს აი ეს გამხსნელი აქვს ისე რომ აი ბოლოში რო ჩახვალ, მაშინ იხსნება უკვე. ჩვენ ავტომატურებიც გვაქვს, აი ყველაზე იაფიანიც კი განზოსია ეს 80 რაღაც ლარიანი, იმასაც კი მშვენივრად აქვს ექსაქტ. თუმცა, ну, დამატებით დამცავებად უკვე მაგათ აქვს ხოლმე კიდე ჩამკეტები, რომ ჩაკეტავ და ღილაკი უკვე აღარ იხსნება, მაგრამ პროტექცияც აქვს დამატებით დამცავი მექანიზმი და სხვა კიდე ბევრ მოდელს. აი ამას, ხო? აი ოდნავ მაინც ამოსული აქვს რა. ხო. ანუ ეკი, მაგრამ ჩაბა არა, ну აი შეიძლება კიდე ოდნავ იყოს, რა, იმიტომ რომ თითის დაჭერა საკმარისია რა, ამას დაჭერა. არა, დიდზე უნდა დაჭერა, მანახე. არა, ეს ცოტა გაუხეშებულია, უბრალოდ. მოჯენა უნდა? მოჯენა უნდა. შეიძლება ახალი რო არის. მოჯენა უნდა. შენა უფრო, პირდაპირ. არ ვიცი, ამ მოდელთან სიმართლე გითხრა, ეგეთი კარგი გადაკვეთა არ მქონია. ჩემს საყვარელი მოდელები გიჟდები. იმიტომ რომ არის ძალიან არასპაიდერკოსეული, მაგრამ ჩემთვის ამავდროულად ძალიან უტილიტარული რა, ანუ ჩოილი მომწონს, დაშვება მომწონს, ფორმა მომწონს, გახსნის მეთოდები, აი ეს დანა იმიტომ ავიღე რომ არის დანები, რომელსაც აქვს 2-ზე მეტი გახსნის მეთოდი რა. ამას აქვს ანუ ჩვეულებრივად ფლიკი, ამას აქვს კლასიკური ფლიპერი და ამას აქვს ანუ ასევე ბათანი რა, ანუ აი მას რა ქვია, თლად კლასიკური სპაიდერკოსი არ არის, მაგრამ აი ესე მარტივად რო იხსნება წინიდან 3 სტადივით. ეგეც ძალიან კარგი გამხსნელი მექანიზმია. ეგეც ფლიკი არის, ოღონდ წინიდან, ბექიდან არის. ის არის ბექფლიკი, კი ბატონო. კი ბატონო. კაი. და ისე ხან დიკ ფლიქსაც ეძახიან ხა. ხო კარგად იცი ხა. ხო კარგად იცი ხა. კი, არის. კუტუ გასნის მექანიზმი, მიდი კაცო. კაი. მოდი. პოპულარულები ნენელა იწურება. ეს სიმართლე გითხრათ, წეღან რო იღებდი შენ მაგდანას, მე მთლად კარგად ვერ გავიგე, მაგრამ გრავიტაციულსაც ამას გულისხმობ, რომ გრავიტაციული გახსნის მექანიზმი. კი ბატონო. რომელიც ამ შემთხვევაში ამ ტიპის აქვს მხოლოდ ბაბოჩკებს, პეპლებს. კი ბატონო. ну ესეთი ფორმით. ну ეგეც გამხსნელი მექანიზმი არის დანარჩენი მოდი ერთ სიტყვი კიდე რაც გამახსენა არ დამოვიდეს პირველი ძირითადად ძალიან პროფესიონალურ და კარგ იმებს არ აქვს ჩამკეტი შესაბამისად ესენი გახსნილ მდგომარეობაში და დაკეტის მდგომარეობაში არის თავისუფლად და ესეთ გახსნის მექანიზმზე რომ აი ესე მარტივად ატრიალებ მაგის მიზეზი არის ის რომ სატრიალებელი დანებს ბალანს ურღვევს და ტრიალში ხელს უშლის აი ეს ჩამკეტი მექანიზმი აქვე დავამატებ რომ მიუხედავად იმისა რომ შვენიერი დანა არის თავის საფასე კატეგორიაში აქვს რისკები ეს არის ამ შემთხვევაში ვინტები ეშვება პეპლებს და როდესაც შეიძენთ იცოდეთ რომ ან უნდა იხმაროთ ეგრეთ წოდებული ფიქსატორი ან თუ მოეშვა უნდა გადაუჭიროთ და არ დაგაგოთ. აი მაგაზე გავაკეთებ მე ჩანართს იმიტომ რომ გუშინას მომწერა მოხმარებელმა თქვათ რომ რაღაც ზვირიან დანას ეს მოეშვა და რა დანა არ და ეს მოკლედ ადრეც მithkomს და ესეთ შედარებას ვაკეთებ ხოლმე ვინტის მოშვება არის ის როგორც მანქანაზე საბურავი დაეშვა. სულ რო ცენტრიდან გამოვხდეთ მაგის ალბათობა რომ საბურავი დაეშვას არის რაღაცა იგივე არის ვინზე ყურადღება ჭირდება მაგას და არაფერი კავშირი არ აქვს იმასთან ხარისხიანია არ არის ხარისხიანი ახალია ძველია და ასე შემდეგ. აბსოლუტურად. მაგალითად ძალიან ბევრი ბრენდი არის მე არ ვიცი სიმართლე გითხრათ რატომ მაგრამ ნუ ლოქთაიც არ უკეთებენ მაგალითად ვეროები და ჩავესები არ უკეთებს მაგალითად. დაგერზე არ შევხვდები ვარ. ხო ანუ ჩვენო ანუ იმენა გამოვიკითხეთო და ანუ ჩვენ მოხმარებელმა ჩვენ თვითონ გვირჩევნია რომ რეგულარულად ვუკეთოთ. კი ბატონო. მოკლედ მე მგონი დრო არის რომ საქართველოს დანების მოყვარულები მივიდნენ იქამდე რომ დანების მოვლა ვისაუბროთ. ერთი ვიდეო ჩავწეროთ მიშა მაკაზე. მოდი აუცილებლად. მოვიდეთ სახრახნისებით და რამდენიმე დანა დავშალოთ ავაწყოთ და დროა რომ მოკლედ ყველაფერი რაც საჭიროა მართლა მაღაზიაში გქონდეს უკვე რა მაგის. პატარა ნაკრებებით. შეიძლება. კი ბატონო, აი აუცილებელი რაც არის რომ ყლუჩები შემოვიდანოთ. აი რაც ელემენტა სახრახნისები. კი. ტექსტი ტერვა და მსგავსი. კი ბატონო. დაიდი რაღაცა ელემენტარული გამოსწორდებით ვიზურნებთ მაგაზე მეგობრებო ყოველ შემთხვევაში ნუ თქვენც იცოდეთ რომ ნებისმიერი დანის მოყვარული ოდნავ თუ არის დანის მოვლა იმ დონეზე უნდა იცოდეს რომ არჩევდეს საბურავი დაიშვა თუ არ დაიშვა და ასე შემდეგ. და კიდე აქვე ხელოსნებს მოგცემთ პატარა ნაკოლს რა ანუ იმ ხალხს ვინც მუშაობთ ფენი გაფუჭდა ის გაფუჭდა ეს გაფუჭდა ელემენტარული პროცედურა ანუ შეიძლება ორი კაპიკი იშოვოთ ანუ ხანდახან არის რომ ადამიანს არ შეუძლია თვითონ რომ დაშალოს და გაწმინდოს და მაგაში გადაიხდის 15 ლარს უპრობლემოთ და მეც მგულისხმობ? არა, შენ ფენზე მუშაობ?
ფენიც მაქვს მეც. არა, ხელოსნები არ ჩემს ელექტროტექნიკის და იმის. არა, ეგრე არა. მე ვგულწრფობ დამატებ, როდესაც ძალიან ბევრი ადგილები ჩვენ მთელი დღეზე არ უსაკმოთ რა. ანუ მართლა რა და ეხლა იმისთვის, ანუ როგორც ოსტატისთვის და ამის დაშლა აწყობა, ეხლა ერთხელ რო დაშალოს დააწყოს. ისწავლის. კაი, დროს ვიხელთებ მაშინ. მე ლესვის გარდა არაფერს არ ვაკეთებ, მეგობრებო, იცოდეთ. მაგის ბევრი მიზეზი არის, მარტო ლესავ, ვინცაც არ უჭერ. იმიტომ რომ მე მოდის კითხვა, ხო შეგიძლია, შეძლებით შემიძლია, სანტექნიკად შემიძლია, ელექტრობად შემიძლია, მანქანის გაკეთება შემიძლია, ბევრი რამე მეხერხება, მაგრამ ნუ საბოლოო ჯამში ისე გამოვიდა, რომ დახმარებამ და რამდენიმე წელი რო ვეხმარებოდი ხალხს, ისე გამოვიდა, რომ ბოლოს მოდიოდა ხალხი და აბა იმას გაუკეთე, აბა ამას გაუკეთე და ასე შემდეგ და გადაიზარდა, აბა მათემატიკაში. არა, ეხლა რომ მომკლავე ვეღარ დავუშვები ეხლა. აბა წინაზე რო გამიკეთე და საბოლოო ჯამში ისე გამოვიდა ბოლო პერიოდი, რომ დღეში რამდენიმე დანა მოდიოდა ისეთი, რომ რაღაცა სერვისი ჭირდებოდა და არ მქონდა ფიზიკურად მაგის რო და გადავწყვიტე, რომ არც მეტი არც ნაკლები მარტო გლესავ და ვინცაც არ უჭერ მეგობრებო. მაგრამ მე არ მithოვია არც ერთხელ, მანამ მე ვთხოვდი ხოლმე გიოს, მაგრამ მიიღო გასვლა გადაწყვეტილება, დამთავრდა. ყველასთვის ეს ამასი მქონდა შემთხვევა, რომ უარს რო ვეუბნებოდი, მოიტავა, მე გადაუჭერო, მე გავაკეთებო და აღარ უთხარი მაგაზე უარი, ახლა მე გავაგრძელი ლესვა და უყურებ და 9 საათი უჭერდა, შლიდა, აკეთებდა და ბოლოს დაშალდა და ვეღარ აწყობდა. და ისევ ჩემი ასაწყობი გახდა მიშა და ნუ ფაქტურად 1 საათი ისევ რაღაცაში მომივიდა, რომ დრო გავიდა. მაგაზე არ არის მეგობრებო, თანხას არ ვიღებ. ბევრი თანხას თავაზობს მაგაში, თანხაზე არ არის საუბარი, ლესვაზე მუშაობ. აი მიშა. შემდეგი არის აქსისი, ანუ ხო, ლეგენდა. აბსოლუტური ლეგენდა არის, რომელიც მათ ჭკვიანმა კაცმა შეიძინა, მას არ გამოუგონია, ბევრს გონია, რომ ეს ბენჩმეიდის არის და ლესდიასის არ არის, მაგრამ ამაზე ბევრჯერ მაქვს დალაპარაკებული. მაგრამ ჭკვიანი კაცი ლესდიასისია. ჭკვიანი კაცი ეს არის, რომ ანუ კაპიკებში შეისყიდა და დაახლოებით 20 წელი და სრული მონოპოლია აკეთა და როგორც კი გაუვიდა ვადა, იმის მერე ფაქტია, რომ ყველა კომპანია არ დარჩა, ვისაც არ აქვს გამოყენებული. ანუ რამდენად გამომდგარი და კარგი ჩამკეტია მანდითაც ჩანს. აქვე ვიტყვი, რომ არის დანები, რომლებსაც მომხმარებელი გვიან ამჩნევს. და ეს არის ერთ-ერთი მათგანი რა, ბულდოგი მოდელი, კაიზერის, რომელიც საოცარი ერგონომიკით გამოირჩევა მეგობრებო. ასევე მასალები, რასაც იყენებენ, არის ძალიან სასიამოვნო. ეს დანა ხილში ზის იდეალურად, აი, ვისაც გჭირდებათ და დღეს ვიძახდი რა ნიგოზი მოგვდა დასაჭრელი. აი, სასწაულად დაჭრი რა. დაჭრილი ნიგოზი მიშა. დავჭრილი, აი, დედას უტირებდი რა. ძალიან მაგარი დანა არის, მეგობრებო. ოდი, გამხსნელი მექანიზმზე ვისაუბრებ მე. ეს გამხსნელი მექანიზმი ალბათ პრაქტიკაში ვინც იყენებს დანებს, ალბათ უფრო იმათთვის ვიტყოდი. თლად ისეთი გასართობი და გამხსნელი მექანიზმი არ არის, მაგრამ არის მუშა და საიმედო მექანიზმი. სხვა, იმასაც ვიტყოდი, რომ პატარა მინუსებიც აქვს ამ გამხსნელი მექანიზმს, იმიტომ რომ პრაქტიკაში მე შემხვდრია. ესენი, რომელიც ორი თითი აღარ ჭირდება. ხო, და ერთით შეიძლება. ეს კიდე არ არის რა. მაგრამ ის აქსისი აღარ არის. ეს არა, ეს აღარ არის, ხო, ეს აღარ არის და ძალიან უკვე ეგეთი გამხსნელი მექანიზმები ძალიან ბევრია და ძალიან ბევრს იგონებენ. კი ბატონო, ნუ ძირითადებზე ვსაუბრობთ. იმის თქმამდე რომ პრაქტიკაში მე რაც შემხვდრია, მსგავსი ჩამკეტი მექანიზმები პატარა ვერტიკალური ლუფტის აქვთ. ეგ გაითვალისწინეთ, ბენჩმეიდები იქნება, სხვა იქნება, ვერტიკალური პატარა ლუფტი შეიძლება გქონდეს, მაგრამ იმას არნიშნავს, რომ დანა დაგიკეთება და ასე შემდეგ. შესაბამისად არის ძალიან საიმედო, ძალიან რთულად შეიძლება ვერ წარმომიდგენია ახლა ეს ჩამკეტმა მექანიზმმა რომ დაგაღალატო და ეს აქსისი მთლიანად უკან გადმოსრიალდეს. უბრალოდ აი ეს ჩაკეტვის თემა, იცოდეთ რომ პატარა ვერტიკალური ლუფტის აკიდება იცის ხოლმე დატვირთვების შემდეგ, თუმცა საიმედო მუშა გამომდგარი მექანიზმი. კი ბატონო, ვისაც მუშა დანები გიყვართ და ბენჩმეიდის იდეა და ხასიათი ძირითადში ეგ არის, რომ კარგ მუშა სამუშაო დანებს აკეთებს და შესაბამისად ეს ჩამკეტი კი არა და გამხსნელი ამართლებს მაგ იდეას, ნუ ყოველ შემთხვევაში ეგ გაითვალისწინეთ. კაი, აქსისის გამხსნელიც ამოვწურეთ მე მგონი მიშა, ხო? კი ბატონო, დაგვრჩა, აგერ ამ შემთხვევაში სნექსის და ამ შემთხვევაში ამ დანას ბურთულაკებიც აქვს, მაგრამ აი ეს მთელი ხიბლიება. აი მთელი ხიბლი ეს არის და არ ვიცი საოცრად ეფექტური, საოცარი ემოციის მომტანი, აი ეს გამხსნელი თუ ჩამკეტი თუ ორივე ერთად. არ ვიცი სუპერლოკი ქვია ამას, მაგრამ კიდე ხო არის, ანუ შარკლოკი არის, არის. მე ეს მერჩევენ ყველას. არ ვიცი ძალიან გემრიელი არის, შარკლოკებიც კი ისიც კარგია, ძალიან, მაგრამ კარგები არის, მაგრამ კი, აი ეს ძალიან მიყვარს მეც რა, ძალიან მაგარი არის. მოკლედ,
გართობის თემაში და ხალისიანი და ფიჯეტის გამხსნელის თემაში აი ამ მექანიზმს მიაქციეთ ყურადღება მეგობრებო და საიმედოობის თემაშიც კიდე მე ვიტყოდი რომ ერთ-ერთი უღალატო ჩამკეტი მექანიზმი არის ეს. ეს ყდება გეტყვი რა. მართლა ბევრი ვიშრომე მე პირადად რომ CVV Vision FG პოპულარული გამხდარიყო რა და მოკლედ თეთრი ტარით და დამასკით რო შემოგქონდა მიდიოდა ლიცინით რა და მეთქი ნუ გაიგო როგორც იქნება და როგორც ჩანს კარგად იქ დამასკი მოწონდათ იმიტომ რომ კი მაგრამ ეს დანა თავის საფასო კატეგორიაში ანუ არის აბსოლუტურად ნუ არ ვიცი რა ანუ სნექსის დანა იყიდო 300 ლარად ზღაპარია რა 300 კი 220. მე მგონია რომ მაინც ის გვაქვს გადასალახი მიხეილ საქართველოში აი ეს პირის აი ეს ფორმა გინდა თუ არა წვეტი უყარს ხალხს მაინც რა ჯერჯერობით თუმცა ეგ მგონია რომ აი დიზაინს უნდა მიეჩვიო რა წვეტი უკვე ნერვებს მეშտის აი რა სიძახი უკომფორტულესი უპრაქტიკულესი ყველანაირად წვეტი კიდე ფანტასტიკური წვეტი აქვს კი ბატონო მაგრამ აი იმაში ამაზე მეტი წვეტი არ უყართ ხომ ესე უყართ პირიქით რა ნუ ჩემი დაკვირვებით ეგრე რევერსია რევასებად რევერსია არ უყართ რა რაღაცა სამზარეულოს დანა არისო ესე იძახიან ხოლმე თუმცა უმაგრესი დანა კაი ხო საომარი დანები კაბარია და რავი ომში ვისაც გინდა წასვლა იომეთსა მიხეილ მე მგონი ძირითადი გამხსნელი მექანიზმები თქვით და მე კიდე სამი დანი თორ მოსული და თლად დაგუგლულები ამაზე არა ვართ, მაგრამ დიდი დროის დათმობაც არ გვინდა ამაზე. გახსენი, დაინახე? დაუსმოთ ჩვენს მეზობელს, მე მგონია რომ ეკუთვნის პატარა ყურადღება. დიდ დროს არ დაუთმობთ. არა, მე უყურებ პირველი რომლით დავიწყო. მოდი, სამივე კაი მოდელია სიმართლე გითხრა. ამით დავიწყებ, კი ბატონო, ამ შემთხვევაში. ეხა დავიწყოთ თავიდან. მიდი, აბა როგორანაირად? მიდი, აბარას გულისხმობ. აი, მაშინ თუ გენა შენ მოყევი რა, მე დამაბრალებ რაღაცას. არა, რა უნდა დაგაბრალო. მოკლედ იცით რომ ჩვენ სამეზობლოში ძალიან კაი დანები კეთდება და ერთ-ერთი მსგავსი წარმატებული მედანე არის აგასი ამბარცუმიანი. კი ბატონო. ეგრეთ წოდებული Armenian Doctor Knives. სიმართლე გითხრა, შემთხვევით საქართველოში მე მისი დანები არიან კოლექციონერები, რომლებიც იცნობენ მის ნამუშევრებს და აქვთ მისი დანები კოლექციებში და მეც ყოველთვის მაინტერესებდა მისი დანები. და შესაბამისად აღმოჩნდა ისე რომ რამდენიმე დანა აღმოგვაჩნდა ჩვენ. ნუ მოკლედ მე მახსოვს რომ ანუ რაღაცა წელიწადზე მეტი ხნის წინ მე და გიორგი ვსაუბრობდით ზოგადად რაღაც კონკრეტული ტიპის დანებზე. კი ბატონო. და მაშინ ვკითხე რომ მეთქი ესე მეთქი რა Armenian Doctor-ზე მეთქი რას ფიქრობ მეთქი და რაღაცა ვისაუბრეთ რა. მოღონს იმ მომენტში ხა საუბრეს იქით არ წასულა რა. საქმე რა და მოხერხდა რომ ანუ პირადი ასე ვთქვათ უთოფივით არის კონტაქტი გაჩნდა ამ ადამიანთან და აი რამოდენიმე მისი ნაკეთობა გვაქვს. რაც შეეხება სტილისტიკას, არის ძალიან სპეციფიური. ეს სტილი ანუ ადამიანს უნდა უყვარდეს იმისათვის რომ რაღაცა მოიწონოს, ესე ვიტყვი, იმიტომ რომ არ არის და ყველასთვის ეს დანა. ნუ სტილეტოს მოტივები. მაგრამ აი თვითონ აი ამ ხელა დარტყმა ნუ ბევრს არ აქვს. ნუ აგასი ძალიან დიდი ხანია ამ დანებს აკეთებს, არ ვიცი, გამოფენებზე ვიდეოებს რო უყურებდი 10 წლის წინათ და 10-ზე მეტი წლის წინაც YouTube-ზე მოიპოვება ვიდეოები, რომ აი რაღაც ამ მოდელს აკეთებდა. შესაბამისად, ნუ დიდი გამოცდილება აქვს და მსგავს დანებში ეხლა მსგავს დანებს სიმართლე გითხრა მიხეილ ძალიან დიდ და ისეთ ხარისხს მე არც ავთხოვ ხოლმე და ალბათ არც არის სწორი უნდა იგზნობოდეს რომ რაღაცა ხელნაკეთი არის რაღაცა იქ ნაჩაკუჩარი არის რაღაცეები და კი ბატონო კი იმიტომ რომ ეხცი რა არის ანუ რაღაც თანამედროვე სამყაროში რაღაცები გაადვილდა რა ანუ შესაძლებელია რომ პირობითად იყიდო რაღაცა დამასტილის ულამაზესი ვთქვათ ფოლადი შესაძლებელია რომ CNC-ზე დააჭრევინო რაღაცა კონკრეტული მაგარი მასალები იქ რაღაცა კარბოკვარცი ჩასვა რაღაც ჩასვა და ანუ არ ვიცი ეგ ლამაზია ხელოვნება არის მაგრამ ის custom-ის რაღაც ხიბლი გონია რომ შენ თქმის არ იყოს ცოტა ისიც უნდა იყოს რა რაღაცა რა რომ ხელით უმეტეს ამდანას უხდება სტილეტოებს რაღაცა მსგავსი უხდება კი იმიტომ რომ ეს არ არის აქ არ არის რაღაცა დეტალურ გახსნა დაკეტვა ანუ საკისრებზე საუბარი აქ არ არის და რაღაცა დაშვების სიზუსტეებზე ანუ მოკლედ ეს კონკრეტული მოდელი ანუ
ჩემთვის არის ძალიან და ფასები აქვს ადეკვატური ძალიან. ეს არის მიახლოებით 1400 ლარის ფარგლებში მიხეილ, დამასკურ ფოლადზე ისეთი არის სტანდარტულები, 1000 ქვემოთ არის ხოლმე, მაგრამ დამასკურ ფოლადზე ესეთი მასალებით, ჩემი აზრით ხელნაკეთი კასტომისთვის კი ძალიან მისაღები ფასები არის და ძალიან მაგრად რა მომწონს იცი ამ დანაში, ალბათ ყველაზე მეტად რა თვითონ ბალანსი ვიზუალის რომ თავარი გამომჩა მე რომ მეთქვა რომ გეგონება რომ დანის პირი ტარზე გრძელი არის ისი აქვს აწყობილი საოცარი ბალანსი კი საოცარი არის დანები რომლებსაც თქვა ისეთი უაზროთა აქვს რომ ტარი აქვს და პირი პატარა აქვს და ამას აქვს პირიქით და ეს არის რა ვიცი ძალიან ულამაზესი ესეთი ხალხი რო არის ხო ფეხსაცმელი რო აწვია 54 ზონა თვითონ რო მეტრაოც აი თუ დააკვირდებით დანის პირის სიგრძეს და აი ტარს რო უყვებ ვიზუალს რა რომ პირი პატარაა ხოლმე ანუ აი სუპერ ზურფასი მასალებით რო არის გაკეთებული, მაგრამ აი პროპორცია არის ნოლი. ერთ-ერთი მთავარი ღირსება ამ მოდელის, სხვა არ შემხვედრია ესეც აკეთებდეს ესეთი რომ პირი ესე ჩანდეს რა იმიტომ რომ იცი რომ ეს ზომაში ეგრეთ ჩანდეს. არა, შემხვედრია ვიტყუები, მაგრამ იშვიათობა არის და ძალიან მაგარი არის და ოჩახ აგასის მაგაზე. ერთ იტალიელის გამახსენდა უბრალოდ ხო იმაზე მაქვს ნანახი რა. კი ბატონო. კაი, მოდი მაშინ მეორე დამასკურით იყო. კი. გავაგზავნოთ. კი ბატონო, გავაგზავნოთ. მაშინ ეს არის ვიზუალურად მე ეს მომწონს ყველაზე მეტად. მაშინ ამასაც აღნიშნავ და დანიშნებარ თვით. მიდი, გაისროლე. ძალიან საშიში რაღაცა არის და აუხსნილას გულისხმობს საშიში. მიდი. არ შეიძლება მოუმზადებელმა ადამიანმა ეს გახსნას. იმიტომ რომ ხელიდან გაგივარდა. ხელიდან კი ბატონო. ანუ უნდა კონდეს დაიჭირო და ყოველი შემთხვევაში სტრახოვკა ისე უნდა დაიჭირო რომ გაგივარდეს. ვიღაცა არ უნდა კონდეს მიშვერელი რა. ანუ ძალიან ძლიერი ზამბარები აქვს და მაგადესრეს. იგივე პროცესი არის აქაც რა. ხო ძალიან ძლიერი ზამბარა, იმიტომ რომ კაცი არ გეუბნება იმას, რომ რაც გახსნილ მდგომარეობაში შეინახე. სტილეტოების შემთხვევაში ეს ხშირი მომენტია, როდესაც ოსტატები გეუბნებიან, რომ შეინახე გახსნილ მდგომარეობაში, როცა ზამბარა არ იყოს, არ ვიცი. მაგრამ მე მაგალითად არ მომწონს რა, დასაკეთიდან რატომ უნდა შევინახო გახსნილ მდგომარეობაში. მაგრამ მოკლედ, მაგაზე არ ვსაუბრობთ ეხლა. ეს კონკრეტული არის ძალიან ბრუტალური რამე კი არის. შენაირ ეს არის რა, მომაკვდინებელი. ლამაზი კი არის, მიჩვევა იცი სიმართლე გითხრა იმდენი ხანია და იმდენი მოვსკენი რომ აი ეს მომწონს მეც რა, ეს აკაა ხო? არა. აკა არ არის. აკა არ აქვს. იგივე სტანდარტული მოდელი არის, უბრალოდ წვრილი არის. სხვადასხვა მოდიფიკაციებს აკეთებს, ბევრი ლამაზი მოდელი აქვს. გადახედეთ არიზონასთან თანამშრომლობს არიზონა custom knife-თან და ბევრი მოდელი შეგიძლია ნახოთ და ძალიან ლამაზი დანები აქვს, სხვადასხვა მოდელები აქვს ძალიან ლამაზები. ხო, რავი, შეგიძლიათ იქიდან გამოიწეროთ, არ არის პრობლემა, ან ჩვენთან მოიყიდეთ, არიზონაზე იყიდეთ, მაგრამ კი ბატონო. ანუ აგასისაც შეგიძლიათ პირდაპირ შეეხმიანოთ. კი ბატონო, თუ არა და თუ ხვდებით რომ ანუ დიდი ის არ არის, რა ქვია. ხო, ინტერესი იქიდან წამოყვა, მაშინ შეგიძლიათ ჩვენთან იყიდეთ. ძალიან მეძურები ყოფილან ეს მომეხდა 40 ლარი გამომართვა სიმართლე გითხრა. ერთი ჩამოტანაში ერთი დანის ჩამოტანაში 40 ლარი გამომართვა. ხო, კი ბატონო. და არაო ეგრე არის. აბა გახსენე. და მოკლედ ეს უკვე სტანდარტული რაღაცა ისეთი შავ ფერში, შავი დაფერვით. ესენია 1000 ლარამდე, ალბათ აღარ მახსოვს 800 თუ 900 რო სანახავი არის, მაგრამ მაგათ ყვალობაზე აბსოლუტურად ხელნაკეთი კასტომიდან და ძალიან მომეწონა. ამგარია. ეს შავი, აი, ეს როგორი შავია, იცი? ეს ამასაა. ფასები აღარ მახსოვს მეგობრებო, ჩემი ძლიერი მხარე არ არის მახსოვება, ყოველ შემთხვევაში საორიენტაციოებს ვიძახი. მასალები არ მიკითხავს სიმართლე გითხრა, ისე გამომიგზავნა რა. ხო, აზრი აქვს ამას კითხოს, ამას ეს დამაინტერესა თორე ხა ფოლადი ამაზე ვკაიფობ კიდე რა სტილეტოზე რა აი მაგარი რა ფოლადი უნდა სტილეტო. და სტილეტოები რომ აქვს თქო გასალესად კიდე ვერ აჭრისო. ეგ ცალკე თემა არის, მაგაზე კიდე ვისაუბრებთ. არ უნდა გაჭრას, არ არის გასაჭრელად არსებობს სხვა დანები, ანუ არ არის სტილეტო არის საცგერებელი და ამიტომ სტილეტო არის საკოლექციო უბრალოდ. სხვა დანიშნულებით სტილეტოს შეძენა ომში თუ მიდიხარ და მტერი თუ ყავს, თლა დანის იმედზე ნუ იქნება. ჯობია ავტომატი კონდეს. კაი მიხეილ, გავედით ნელა. გავედით კი ბატონო, ანუ ეს არ არის პატარა ამბავი. ეხლა ძალიან ისე ვთქვით, მოდი დავაყენოთ ესე. რა ვიცი, მე მიხარია რომ ანუ კი ჩვენთანაც არიან საქართველოში მშვენიერ დანებს აკეთებენ და აგერ ჩვენ სამეზობლოში ესეთი ურთიერთობებს ვამყარებთ. მე ძალიან მიხარია რომ სომხეთში კაი ხელოსნები არიან. კი. ანუ არსენა ძალიან კაი ხელოსანი არის. კიდე აუ იმ ვასდა აი არ მინდა შემეშალოს რამ ერთი ვნახე კიდე ძალიან მომეწონა რა.
კი ბატონო. ნუ მოკლედ. მოკლედ სტილეტოები მადლობა აგასის, მადლობა თქვენ, მიხეილ შენს, გავედით ბოლოში. გავედით ბოლოში, კი ბატონო, უბრალოდ ხო რა, ანუ ლესეში ხო, სასწრაფოდ ჩამოვიტანეთ ესენი და ამებს დავდებთ, კი ბატონო და დანარჩენი შევხედავთ ახლა დროში გამოხმაურება როგორი ექნება და თუ შეიძლება ვითანამშრომლოთ აგასისთან და ეს განსაკუთრებით მომეწონა რა. ეს წვრილი ხო? ორი შემთხვევით ფილმები როიცოდეთ. ეს მართლა მომეწონა, ძალიან კაი რაღაცაა რა. კაი, კეთილი. და ესეც ნახვამდის მომავალ ვიდეოებამდე მე გავერთები მანამ ცოტა ხანი ამის კადრს იქ გავერთობით. მადლობა ყურადღებისთვის.